Am ვიდეოში მოკლედ გიყვებით, როგორ მოუგო ლაშა პაპაშვილის კომპანია ყვარლის ბაგამ. კომპანია ჩირინას სასამართლოში 4,7 მილიონი ლარი. ადრე კრიმინალი მოდიოდა ქურდებით და ეხლა მოსამართლეები დაიწყო სიარული. όλ ეს არის თანხის გამოძალვა მოსამართლეების საშუალებით. გაჩვენებთ, რატომ აჭმევდა ყვარლის ბაგა ძროხებს ქათმის ნაკელს, რომელიც როგორც საფრთხის შემცველი ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალული იყო. აღწერთ, როგორ მარტივად მოაგებინა სასამართლომ თითქმის 5 მილიონი ლარი ბიზნესმენს, რომელიც ქართული ოცნების ღია მხარდამჭერია. მე ვაპატიოთ თუ რამე შეცდომა დაუშვათ. ჩვენი წინამძღოლი ვინც არის, იმას ვაპატიო შეცდომა. ჟურნალისტური გამოძიების სრული ვერსია წაიკითხეთ ვებგვერდზე რადიო თავისუფლება.g. ყვარლის ბაგა უმსხვილესი საქონლის ფერმაა და რძით ამარაგებს დიდ საწარმოებს, მათ შორის სანტეს, სოფლის ნობას, აგროხავს. ჩირინა იგივე ბიუ-ბიუ კი უდიდესი მეფრინველოების ფაბრიკაა. მისი პროდუქცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იყიდება. ყვარლის ბაგის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. ქვეყანაში ბოლო თვეებში დაწყებული პროევროპული აქციების დარბევის დროსაც კი ის მხარს უჭერდა ქართული ოცნების ხელისუფლებას. აბსოლუტურად ევროკავშირისკენ მივდივარ. ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ ჩვენ ეხლა შვიდად ვართ. ჩვენი ეკონომიის და არის შეუწყვეტლად 3 წლის განმავლობაში. მე ვაპატიოთ თუ რამე შეცდომა დაუშვათ. ჩვენი წინამძღოლი ვინც არის, იმას ვაპატიო შეცდომა. ბიზინა ივანიშვილი უკვე შევიდა ისტორიაში. აი დღეს რო დაამთავროს მოღვაწეობა, შევიდა ისტორიაში. რითი? ისტორია იტყვის, რითი, რაც გითხარ. არა, თქვენ შეაფასეთ. რომ ჩვენ ქვეყანას ომი ააცილა. ბიუ-ბიუს მფლობელი კი რუსეთიდან 2007 წელს საქართველოში დაბრუნებული ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძეა. პაპაშვილისგან განსხვავებით ის პირიქით, ხშირად ღიად აკრიტიკებს მმართველ პარტიას, მათ შორის აქციების დარბევის გამოც. საჭირო არის იმ პოლიციელების თუ არა პოლიციელების მე არ ვიცი, ვინც ახლა მათი დაჭერა. შინაგან საქმეთა მინისტრის ალბათ გამოცვა და ბევრი თანამდებობის შესვლა არის საჭირო. ამ ინტერვიუდან ორ კვირაში მის კომპანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4,7 მილიონი ლარი დააკისრა. დავა ჩირინასა და ყვარლის ბაგას შორის 5 წლის წინათ ქათმის ნაკელის გამო დაიწყო. სასამართლო მასალების მიხედვით, ლაშა პაპაშვილის კომპანია ყვარლის ბაგა 2018-19 წლებში 1 წლის განმავლობაში ყიდულობდა ჩირინასგან ქათმის კინტლს და მეწველ ძროხებს აჭმევდა. 1 წლის თავზე კი ჩირინას წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. ჩირინას ნაკელმა საქონელი დამიხოცა. ქათმების ფერმის მფლობელმა თითქმის 5 მილიონი ლარის ზარალი მომაყენაო. ყვარლის ბაგის მტკიცებით ნაკელში ანტიბიოტიკი იყო, რის გამოც 200-მდე ძროხა მოუკვდა და რამდენიმე ათეული ტონა რძე გაუფუჭდა. 2020 წელს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ყვარლის ბაგის სარჩელი დაუსაბუთებლად ჩათვალა. მომჩივანმა ვერ დაამტკიცა, რომ პირუტყვი ნაკელის გამო დაიხოცაო. ამ გადაწყვეტილებიდან თითქმის 4 წელიწადში ლაშა პაპაშვილმა სარჩელი ხელახლა შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუსტად იგივე მოთხოვნებით. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა დავა 7 თვეში დაასრულა და ჩირინას პაპაშვილის სასარგებლოდ 4,7 მილიონი ლარის გადახდა დაავალა. რადიო თავისუფლებამ საქმის მასალები შეისწავლა. ესაუბრა დარგის სპეციალისტებს, იურისტებს და გაარკვია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსამართლე მიკერძოებული იყო ყვარლის ბაგის სასარგებლოდ. მასალები დადასტურდა, რომ ყვარლის ბაგის მტკიცება, რომ ჩირინას ნაკელში ანტიბიოტიკი იყო, სანდო მტკიცებულებებს არ ეფუძნება, რადგანაც უხეშად არის დარღვეული ლაბორატორიაში წასაღები ნიმუშის აღების წესი. ნაკელის შემოწმების ოქმი დასკვნა ისეთმა ლაბორატორიამ დაწერა, რომელსაც ამის კომპეტენცია არ ჰქონდა. ეს ოქმი არ შეესაბამება მინიმალურ მოთხოვნებს, ამას ლაბორატორიული გამოცდის ოქმს ვერ ვუწოდებთ. ეს არის ფურცელი. უთხრა ლაბორატორიის დასკვნის შეფასებისას რადიო თავისუფლებას ექსპერტმა ლალი მაძღარაშვილმა, რომელიც 30 წელზე მეტია ლაბორატორიების სტანდარტიზაციაზე მუშაობს.
ყვარლის ბაგამ არააკრედიტებულ ლაბორატორიაში მიიტანა ნიმუში ნაკელის ბოლო პარტიიდან, თუმცა მანამდე 185 სხვადასხვა პარტია ჰქონდათ შეძენილი და გამოყენებული. მოსამართლემ ნაკელის ერთ პარტიაზე ჩატარებული საეჭვო კვლევა ყველა პარტიაზე გაავრცელა და მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, რომ ჩირინა 1 წელიწადი ანტიბიოტიკია ნაკელს ყიდ და ძროხების ფერმაზე. ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინზე რომელმაც მაგათმა გააპიარეს, ანტიტროსის საერთოდ არ ვიყენებთ. ჩვენ ვეტერინარი ყავს, რომელიც ამას აკონტროლებს და თითქოს საქონელმა როჭამან დიდი რაოდენობით ნაკელის ანტიბიოტიკები მიიღო, ანტიბიოტიკებმა იმუნური სისტემა დაარღვია და ეს შეიძლება იყოს მიზეზი ამის სიკვდილის. ეს თეორიული დასკვნები არის. დახოცილი ძროხების სამედიცინო გამოკვლევის და ექსპერტიზის გარეშე მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ჩათვალა, რომ პირუტყვს ჩირინას ნაკელი მთელი წელი წამლავდა ანტიბიოტიკებით. ძროხებს ანტიბიოტიკისადმი მდგრადობა გამოუმუშავდა და სხვადასხვა დაავადებები დაიხოცნენ. ექსპერტი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ამბობს, რომ ერთი ჯგუფის ანტიბიოტიკზე რეზისტენტობა არ ნიშნავს, რომ პირუტყვს სხვა ანტიბიოტიკებით ვერ უმკურნალებთ. როცა ყვარლის ბაგა ძროხებს ქათმის ნაკელს აჭმევდა, ევროკავშირის ქვეყნებში ნაკელის ძროხებისთვის ჭმევა უკვე აკრძალული იყო, როგორც სასიკვდილოდ საშიში პირუტყვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნაკელის საკვებად გამოყენების საფრთხეები დაადასტურა ამ საქმეზე რუსთავის სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა თეა ოშხერელმა. ადგილები აკრძალულია მეორე კატეგორიის მასალის მომჩენას. ნაკელი მათი გამოყენება ცხოველის საკვებად და უბრალოდ კონტროლი განხორციელდება 2023 წელს. რატო არის აკრძალული ცხოველის საკვებად, მაგალითად ქათმის ნაკელის გამოყენება? რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ასეთი პროდუქტის, ვთქვათ, ძროხის საკვებად გამოყენება? Проблема ის რომ სალმონელა შეიძლება მოხდეს, სალმონელოზის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს აქედან თუ არა, ან სხვა ნებისმიერი არ არის აუცილებელი, სხვა ნებისმიერი პათოგენი შეიძლება მოხდეს და დაბინძურება ამ ნაკელის და შემდგომ ის გადავიდეს სხეულში და გახდეს სხეულის რაიმე დაავადების მიზეზი. სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლოს უთხრა, რომ ნაკელის ძროხის საკვებად გამოყენება 2023 წლიდან საქართველოშიც იკრძალება. ქათმის კინტლი იაფი პროდუქტია. ყვარლის ბაგა ჩირინას 1 კილოგრამ ნაკელში 5-6 თეთრს უხდიდა. იმ დროს თუნდაც ქერის საშუალო წლიური ფასი დაახლოებით 10 ჯერ ძვირი, 1 კილოგრამი 50 თეთრი იყო. სასამართლოში ფერმის ვეტერინარმა პირდაპირ თქვა, რომ 1 წლის განმავლობაში ძროხებს ისე აჭმევდნენ ნაკელს, რომ ლაბორატორიულად ერთხელაც არ შეუმოწმებიათ. ჩირინასგან მიღებული პროდუქციის შემოწმება თუ ხდებოდა პერიოდულად? მაგას ვერ თავიდან არ ხდებოდა როგორც ვიცი, მაგრამ მე უკვე რადგან პრობლემები დაიწყო, მე უკვე შეამოწმეს, რადგან ჩვენ შეთანხმების საფუძველზე ვიცოდით, რომ არ იყო იქ არაფერი ასეთი. სასამართლოს მასალების მიხედვით რძეში ანტიბიოტიკის ნარჩენი ყვარლის ბაგის კლიენტებმა სანტემ და სოფლის ნობათმა აღმოაჩინეს და რძე უკან დაუბრუნეს. მასალების მიხედვით 1 წლის განმავლობაში 2018-19 წლებში კლიენტებმა ბაგის რძეში დაახლოებით 10 ჯერ იპოვეს ანტიბიოტიკის კვალი. კანონით ძროხების კვება და მიღებული რძის ხარისხი უშუალოდ ყვარლის ბაგის პასუხისმგებლობა იყო. სასამართლომ ჩირინას დააკისრა 1 წლის მანძილზე დახოცილი 200-მდე ძროხის და გაფუჭებული რძის საფასური, 1,7 მილიონი ლარი და ამას დამატებული 3 მილიონი ლარი. მიუღებელი შემოსავალი, რომელიც დახოცილი ძროხებისგან ყვარლის ბაგას მომავალში უნდა მიეღო. ლაშა პაპაშვილმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე უარი უთხრა. მისთვის გაგზავნილ ჩვენს კითხვებს და მის პასუხებს სრულად ამ გამოძიების ვრცელ სტატიაში ნახავთ. პაპაშვილი წერს, რომ მართალია იმ დროს ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალული იყო ძროხების ნაკელით კვება, მაგრამ ქათმის ნაკელი პროტეინის იაფ წყაროდ მიიჩნევა და თანაც ბევრი ქვეყანა დღემდე იყენებს კინტლს პირუტყვის საკვებად. პაპაშვილი ამბობს, რომ არააკრედიტებულ ლაბორატორიას იმიტომ მიმართა, რომ იმ დროს ის ერთადერთი იყო, რომელიც საქართველოში ასეთი ანალიზის გაკეთებას დათანხმდა. პაპაშვილი სასამართლოზე გავლენას გამორიცხავს. ეს არის მე რაც ჩინას წინააღმდეგ გაკეთებ, ეს არის კრიმინალი. იმიტომ უსამართლო არის ძალიან. უსამართლო გადაწყვეტილებებზე უარესი არაფერი არ არის. სასამართლო კარგებს თავის ფუნქციას.
და სასამართლო თუ თავის ფუნქციას არ შეასრულებს, ძალიან დიდი პრობლემაა ყველასთვის, ჩემთვის არა, თქვენთვისაც შეიძლება და ყველასთვის. ეს იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების მორიგი სერია. მე გიორგი მგელაძე ვარ. სხვა გამოძიებები შეგიძლიათ ნახოთ აქ და რა თქმა უნდა გამოიწერეთ რადიო თავისუფლების YouTube არხი.